გიოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ესე იგი, ღირს და მამათა ხსენება არის დღეს, რომლებიც გავწყდნენ საქართველოში, ათონის თაზე და რუსეთში. საოცარი მხედრობა არის. ისეთი, რომ ეშმაკები ზრწიან და ეშინით, ბოროტ ძალებს, ხილულსაც და უხილავსაც. ჩვენ რომ შევგეძლოს გულხურვალი ლოცვა, აი ეს მხედრობა, რომელიც ზეციდან გვეხმარება, ეს მხედრობა წამის ყოფით იქნება ჩვენს გვერდით და ყველა განსაცდელისაგან გვიხსნის. მამები დღევანდელი, წმინდა მამები დღევანდელი დროის წმინდა მამები ამბობენ, რომ ლოცვა რო შევგეძლოს, პრეზიდენტები შეიცვლებიან, ქვეყანა ფერს იცვლის და ადამიანები ღვთის სასუფეველს მიეახლებიან, ხილულადაც კი. ესეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა. და ვმადლობ ღმერთს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მოღვაწე მამა არის და მათი ლოცვა ჩვენ გვეხმარება. დღეს ასევე ხსენება არის ახალმოწამეთა, გარეჯის უდანოების წარმომადგენელთა, შიო ახლისა, გაბრიელ და პავლე გარეჯელთა, დავით. ესენი მე-17 საუკუნეში, ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს ძალიან უჭირს მატერიალურად შემოსევები არის, ქვეყანა იჯიჯგნება, ინგრევა და ერი ალბათ სულიერადაც დეგრადირებულია. ამ პერიოდში არის ძალიან ცუდ სიტყვა აყვავებული, მაგრამ თავაშვებული ქცევა, როდესაც რომ ტყვეებს ყიდიან და ამ ტყვეებს ყიდიან თავადაზნაურობა, რომელთაც ფუფუნებით ცხოვრებას მიჩვეულებმა გასაჭირში თავი ვერ დაიჭირეს და აი ეს ის პერიოდია, როდესაც კახეთში ლექთა თარეში არის გახშირებული. და სიტყვა თვითონ დღესაც რო ხმარობთ ისე რომ ალბათ ანგარიშაც არ უწევთ. წალეკა, გადაგვლეკა, ეს არის სინონიმი მათი გულბოროტი განძვინებული შემოსევების შედეგად იავარქმნილი, მოოხრებული ქვეყნის ხილვით გამოწვეული ტკივილით სავსე ნათქვამი, გადალეკილი ქვეყანა. არაფერი აღარ ხარობდა, როდის მოშენდებოდა. და მათთვის არაფერი არ იყო, ასე თქვათ, საძრახისი. ტყვეს მოიტაცებდნენ, დახოცავდნენ, სიწმინდეებს შეურაცხყოფდნენ. და აი დავით გარეჯი, როცა რომ აი ეს ახალმოწამეები არიან, თავს დაესხმიან. ვინც გაქცევა მოასწრო, გაიქცა. ვინც ვერა და მოწამეობრივი აღსასრული მიიღო. ვინც დაიმალა, მათაც მიაგნეს და ხმლით აჩეხეს. ნაჯახებითო წერს მემატიანე, დაამტვრიეს, დალეწეს ხატები, თუ კი რაიმე იყო საეკლესიო ნივთი, ავეჯი, კარადა თუ რაც სახმარი იყო. ეძებდნენ ოქროს, მაგრამ რა ოქრო სად უნდა ჰქონოდათ. თვით მეფესაც კი გაუკვირდა, ლეკებმა როგორ მოახსიეს გარეჯის უდავნობა, მაგრამ მოხდა ესე. და ამ პერიოდის ერთი ხელნაწერი არის, რომელზედაც მინაწერი არის ცხოვრებას აღწერს, აი ამ დარბევის. და მინაწერი არის, რომ წამკითხველო ნაჩქარევი ხელისათვისო შენდობას ვითხოვო. თუ კი კითხვა გაგიჭირდათ, მაგრამ მე ფარულად საფარში ვარ და სწრაფად ვწერ, იმიტომ რომ ვინძლო მეც აღმომაჩინონ და ეს ამათი მოწამეობის აღწერა დაუწერელი დამრჩესო. ესე იგი, ძმა ხედავს, როგორ არბევენ მონასტერს და ზის და ამ, ასე თქვა, დარბევას აღწერს და როგორი გრძნობა აქვს, რომ მომავალ თაობას შეუნახოს, თუ ჩვენ თაობას, ჩვენ შემდეგს, თუ როგორი ოფლითა და სისხლით შენარჩუნებული არის, აი ეს სარწმუნოება, რომელსაც დღეს ჩვენ ესე, რო იტყვიან,
მარტივად ვიღებთ და ვთვლით, რომ ეს ნამდვილად ესეა. განაცოდი გრძნობაა, რომ ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ გულდასაწყვეტი ის არის, რომ მე სარწმუნოებაში მეცნიერებას არ ვეძებთ. ჩვენ ადრეც გვითქვია. ჩვენი სარწმუნოება იმით შემოიფარგლება, სანთელს დავანთებთ, თქვათ, ამ ბევრს, ამ რამდენიმეს და ვთვლით, რომ ვალი მოიხადეთ ღვთის წინაშე. მაგრამ ეს ესე არ არის. აგერ დღეს წაკითხულიც ხო? წმინდა წერილი გვეუბნება, ვინცო რჯული ჰქონდა და რჯულით, აი ცხოვრებმა ადამიანმა შეცოდა, რჯულითვე განიკითხება. ჩვენი რჯული რა არის? ქრისტეს ვსნებები. და მსმენელი რჯულისა კი არ ცხონდება, არამედ რჯულით მაცხოვრებელი ცხონდება. და ჩვენთან ხშირად ისე ხდება, რომ მივიღეთ ქრისტიანობა და მე არ ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ჩვენი ცოდნა სარწმუნოებაში. დღეს ხსენება არის მოწამე იუსტინესი, რომელიც წარსულში ფილოსოფოსი იყო და ამიტომ მოიხსენიება მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი. და 30 წლისა იყო, რომ გზად მიმავალს ერთი მონაზონი შეხვდა და ქრისტიანობის სარწმუნოების განმარტება მისცა. დაფიქრდა და შემდეგ მოინათლა. და როცა რომ მოინათლა, გახდა ხნე გაბედული ამხსარებელი ქრისტიანობისა. ამბობდა, რომ ქრისტიანმა რომ დაინახოს სხვა განსაცდელში და მას არ მიეხმაროსო, იგივე სოდვას ჩაიდენსო, სწოდავსო. იყო რა ფილოსოფოსი და გონებისმიერი შრომა მისთვის უცხო არ იყო. იყო საეკლესიო წიგნებისა წერალიც და ძალიან განათლებულიც. და აი, როდესაც დაიწყეს ქრისტიანების დევნა და უსამართლოდ ქრისტიანებს ხოცავდნენ, ეს ჯერ კიდევ ადრეული ქრისტიანობის პერიოდი არის, იგი წერს დაცვის სიტყვას, აპოლოგიას ქრისტიანების შესახებ და თავისი ხელით გადასცემს იმპერატორს და როცა აიკითხავს, იმდენად იმოქმედებს ეს ნაწერი, რომ დევნას შეწყვიტავს იმპერატორი. მე რა თქმა უნდა შეიძლება მარკუს ავრელიუსი მოდის, ფილოსოფოსი ისიც, მაგრამ დევნელი ქრისტიანების და შემდეგ იუსტინე იღებს მოწამეობრივ აღსასრულს. დღეს ასევე ხსენება არის თანამედროვე წმინდა მამის იუსტინე პოპოვიჩის, რომელიც ჯერ ათონის მთაზე მოღვაწეობდა და შემდეგ ევროპაში გადმოვიდა, დიდ ბრიტანეთში დაიწყო მოღვაწეობა და ბევრი მისი მიმდევარი და მისი თაყვანისმცემელი არის დღეს დიდ ბრიტანეთში. ყვებით რატომ? ერთხელ მიღებული სარწმუნოება რითი უნდა დავიცოთ? სარწმუნოების ცოდნით. და ეს ცოდნა სახარებაში, სამოციქულოში, მამათა გადმოცემებში და წმინდა წერილის განმარტებებში არის ყველაფერი ნათქვამი. და რატო გვჭირდება ჩვენ სარწმუნოების ცოდნა? იმიტომ რომ უფრო გულმოდგინენი ვიყოთ და საკუთარ თავს არ მივცეთ უფლება რაღაცის, თქვათ, შემსუბუქების. იმიტომ რომ ჩვენ სინაპრებს ესე არასოდეს არ უფიქრიათ შემსუბუქებაზე. ყოველთვის იყო უფლისაგან ნათქვამი და არა. რაც რომ შეიძლებოდა ნებადართული იყო, რჯულისმიერი იყო, ამას ცდილობდნენ რომ დაეცვათ. გახსოვთ მეფე ერეკლეს ცხოვრებიდან, როცა უძლური იყო, ექიმი ეუბნება, თან დიდი მარხვა, ექიმი ეუბნება, რომ ქათმის ნახარში ბულიონი უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ეს საჭიროა. მეფე პასუხობს, მე რომ ეს გავაკეთო, ხალხს რა გაუთხრა, დიდ მარხვაში მეფე ასეთ რამეს როგორ აკეთებს. და სულიწმინდის მადლი, რომელიც მოეფინება ყველას, მეძიებელს, ვინც ეძებს მართალ სიტყვას, სულიწმინდა აღავსებს და მას მიეცემა ეს გონიერება, რომლითაც შეიცნობს შეუცნობელს. ანუ ღმერთი გონებით არ შეიცნობა.
ღმერთი ღვთისადმი მორჩილებით, მისი ცნებების ასრულებით მიეახლება ადამიანს. აქ ნათქვამი არის სახარებაში სასუფეველი ცათა იძულების, ვინც იძულებს და აიძულებს თავის თავს, იგი მიიღებს სასუფევლისა მადლს, ხილვის სიხარულს. და მოციქული რას ამბობს? პავლე, დიდება და პატივი და მშვიდობა ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ხურიასა პირველად და მერმე წარმართსა. ესე იგი ხურია რატო? იმიტომ რომ თავად პავლეც იყო ხურია და იმ დროს მოციქულთა ქადაგებით ვერი ხურია მოექცა. და ამიტომაც პირველად ამბობს ხურიას და მერე წარმართი, რომელიც ასევე ამ მადლის მისაღებად იყო გამზადებული. გახსოვთ ხომ, როცა მოციქულებს შორის ესეთი კამათი იყო, როგორ უნდა ყოფილიყო წარმართებთან ქადაგება, ამბობდნენ წინადაცვეთილები, ჯერ წინადაცვეთილობა უნდა ჩაიტარონ და მერე უნდა მოინათლონ. მერე მოციქულებმა იმჯერეს და თქვეს, ღვთის წინაშე არ არის წინადაცვეთილობა და წინადაუცვეთილობა. არ არის ხურია, არც რომაელი, არც წარმართი. ვინც იღებს ამ მადლს და მერე პეტრე მოციქულის ეპიზოდიც გახსოვს ხომ, მიდის და ნათლავს. როცა ზეციდან დაშვებულ რაღაცა ტილოს 4 ბოლოთი აკეცილს ხედავს და ყველა სახის ქვეწარმავალი არის. იქ და ეუბნება მიიღეს და როგორ უწმინდური როგორ მიიღო. რას ღმერთმა შექმნა, ის არასოდეს არ არის უწმინდური. და აი, როდესაც რომ მიიღებენ ამ მადლს მოციქულების ქადაგებით, შემდეგ ეს მადლი არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მეძიებელი ნაკლული არის სულითა და სულიერი ცოდნის მიმართ და სული წმინდა აღავსებს მას. როდესაც გახსოვთ სულთმოფენობის დღესასწაულზე, როცა რომ ბევრი ადამიანი იწყებს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკს და უბევრებს ესმის თავის საკუთარ ენაზე ქადაგება ქრისტესი მოციქულების პირით. რამე თუ რომლითა იგი უსჯულოდ შესოდეს, უსჯულოდსა წარსვდნენ, ანუ უსჯულონი ვინც იყვნენ, ხოლო სჯულსა შინას შესოდეს, სჯულითა დაისჯებიან იგინი. და რა არის სულიწმინდის მადლი? ხშირად გვითხოვს მოციქულის ეს შეგონება და არც არასოდეს არ იქნება მოსაწყენი და მოსაბეზრებელი. ნაყოფი სულისა არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, ყუდროება, მარხვა, მოთმინება. ესე ვითართათვის არაზე სჯული, ხოლო ქრისტესთან მათ ხორცნი თვისნი ჯვარსაცნეს. ვნებით თურთ და გულის თქმით, უკეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაც ცხონდეთ ვეგნეთ. ნუნცა ვართ მზვაობარ, ურთიერთას მაბრალობა, ურთიერთას მოშურნე. გვასწავლის, თუ გიგსურს მივიღოთ წინ ჩამოთვლილი სულიწმინდის ნიჭი, მაშინ არც მოშურნენი უნდა ვიყოთ, არ უნდა გშურდეს, არც სხვას უნდა ვაბრალებდეთ, არც სხვას არ უნდა განვიკითხავდეთ. და მარხვა უნდა გვიყვარდეს. მესმის დღეს უძლურებები ბევრია, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ შეღავაც ვითხოვდეთ. მაგრამ ეკლესია არ არის ნათქვამ სიტყვას არ შეცვლის. ეკლესია და სულიწმინდის მადლი ჩვენთვის, კაცთათვის არის. ამიტომ ეკლესია ყოველთვის აკეთებს ეკონომიას, დაშვებას, მაგალითად, როდესაც ადამიანი ტაძარში ვერ ახერხებს მოსვლას და არის უძლური. ზიარება ეკლესიისაგან დაშვებული არის, რომ სახლში წუხლისა და ცისკრის ლოცვის მოსმენის გარეშე წირვაზე დაუსრებლად მოძღვარი მიდის და აზიარებს მას. ეკლესია და მადლი სულისა არის სულის მაცხოვნებელი და სულის ცხონებისათვის.
იქ სადაც სიმართლე არის და გულწრფელობა, იქ ყველაფერი შესაძლებელია. იქ სადაც არის შეღავათი, ან ამისი ძებნა, ან თქვათ რაღაცა არამართებულის შეფარვით გვერდის ალა, რომც მიიღონ. აკი ზიარების ოცებში წერია. არ იყოს ეს ზიარება დასასჯელი, რადგან ზიარება ცეცხლი არის და დასჯის უღირსად მიღებისათვის. ვთხოვთ უფალს და ჩვენს ყოველთა წმინდანთა, ყოველ წმინდანს, რომ ჩვენს სულსა და გონებას მისცეს ძალა, რომ შევძლოთ ღვთის წინაშე მართლად დგომა, რომ შევძლოთ ღვთისა მადლით ცნებისა ასრულება, რომ შევძლოთ ღვთის სასუფეველში უფალთან ერთად ყოფნა, მხოლოდ ერთი პირობით. სწონდება ის, ვინც რჯულიერად იცხოვრებს და არა ის, ვინც მხოლოდ ისმენს და თავს მოიწონებს იმით, რომ ქრისტიანია. ქრისტიანობა მარტო ცოდნა არა, ქრისტიანობა საქმეა და ღვაწლია. და ჩვენი ამ დროის ქრისტიანებს, ჩვენი დროის შრომა და ღვაწლი გვაქვს. მოთმინება, თვალის სიწმინდის დაცვა, სასმენელის, ენის, რამდენ უშვერ სიტყვას გავიგონებთ, რამდენ ცუდ საქციელს მოგვიყვებიან, ყველაფერს უნდა მოვერიდოთ. იმიტომ რომ ვინც ისმენს ამ აუგიან სიტყვას, ის ორმაგად სწოდავს, სხვა შვებას ვერ აძლევს და თავის სულს ორმაგად ამძიმებს. მერც ვთხოვთ ყოველთა წმინდანთა ლოცვით, შეგვიწყალოს, შეგვინდოს და სასופველში დაგვამკვიდროს. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.